წარმოგიდგენია, გამით პირველ საათზე გამოყენილი ბავშვები და ანუ რა კატეგორია აქვს შევიძრია. ბავშვებიდან ხიბლავდა ეს სფერო, ჩემი სულის ნაწილი იყო. მთელი ბავშვობა ოცნებობდი მსახიობობაზე. რა თქმა უნდა, ეს ხაზი საკუთარ შემოქმედებაში და საკუთარ ცხოვრებაში არ და ვერ განხორციელდა, მაგრამ სამაგიეროდ შევძელი მაინც ის, რომ ამ სფეროს არ მოვცილდი. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე. შემდეგ იყო ძალიან საინტერესო გზა მცხეთის თეატრში, ბატონ ზურა სიხარულიძის გამწვანელობით. ეს მოკლე პერიოდი და შემდეგ უკვე ისნის მოსწავლეთა სახლამდე ნუჯერ სკოლა იყო 172 სკოლა და მერე იყო ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლე, სადაც უშუალოდ ქალბატონმა ზინა კვერენჩხელაძე ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა ჩაგვაბარა ჩვენ მე და ჩემს მეგობარს ლაშა გოგიაშვილს თავისი ჯგუფი და აი აქედან დაიწყო ბავშვებთან ურთიერთობის თემა. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებთან ერთად გავიზარდე შემოქმედებითად, როდესაც მე თვითონ არ ვარ სცენაზე და არ ვთამაშობ სპექტაკლებს, ბევრჯერ მეთქვას ბავშვებისთვის, რომ მე თეორიულად გავხედავ ამ ყოველდღეს და თქვენ ცოცხლად თამაშობთ სცენაზე, ამიტომ ბავშვს იმხელა ცოცხალი ფანტაზია აქვს და იმდენად დიდი ენერგია მოდის ბავშვისგან, რომ მასწავლებას რომ არ გადმოედოს წარმოუდგენელია. ეს რაღაც უწყვეტი ჯაჭვია, რომლის გარეშეც უბრალოდ აქ შრომა წარმოუდგენელია. მოსწავლე და ბავშვი არ არსებობს აქ ჩემთან. ჩვენ ვართ მეგობრები, მე ვარ უმცროსი და ხშირად მithქვავს მათთვის, რომ სულ ცოტა ვიცი თქვენზე მეტი და მინდა რომ ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ თქვენ. და მათგან ალბათ უფრო მეც ვიღებ, იმიტომ რომ ისინი სცენაზე ცოცხლად დგანან, თამაშობენ, ცოცხალი ფანტაზიები აქვთ და აი ამ უწყვეტ ჯაჭვში ჩვენ ერთად ვტრიალებთ და ბედნიერნი ვართ, რომ ამ ჯადოსნურ სამყაროში ერთად ვიგზავნოთ. ყველაზე დიდი ოცნება იყო მე თვითონ ვდგარიყავი სცენაზე და მე თვითონ შემეგრძნო ის ჯადოსნური გარემო, რომელიც მართლაც და არ გავს არაფერს. მაგრამ არ ვარ მე ღარიბი ამ კუთხით და არც ვთვლი რომ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება და არ შეიძლება რომ ოდესმე ეს კარიერა გაგრძელდეს და შემოქმედებითად ვფიქრობ, რომ ის რაც საკუთარ თავს დავაკელი და არასწორად წავიყვანი ამ კუთხით ჩემი მიმართულება, პირიქით ბავშვებთან ურთიერთობაში მაქსიმალურად გამოვიყენო, მაქსიმუმი მიცე მოზარდს, ვინც აქ მოვა და თაობის კარს შემოხსნის, რომ იყოს თავისუფალი, მოაზროვნე, სწორად მეტყველებდეს და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების უნარი ჰქონდეს ყველგან. ის სპექტაკლს ვერ გააკეთებ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. აუცილებლად ფართო საზოგადოებამაც უნდა ნახოს. საფესტივალო გასვლები ყოველ წელს გვაქვს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი კი არა, უმნიშვნელოვანესია ბავშვისთვის ნახოს სხვა ჯგუფების მომზადებული სპექტაკლები, შეფასდეს ღირსეული ჟიურის გადაწყვეტილებით და ამით ჩვენ შეცდომებზეც ვსწავლობთ და ვიზრდებით. ეტაპებია, რომელსაც ვერ გამოტოვებ. აუცილებელია პირველ რიგში სცენაზე დგას ბავშვი, ნიშნავს იმას, რომ ის სწორად უნდა მეტყველებდეს. მეორე უნდა აზროვნებდეს აუცილებლად. მესამე უნდა ფლობდეს გმირის ხასიათს. საკუთარი სხეულიდან უნდა გამოვიდეს და რაღაც პერიოდი უნდა შესახლდეს გმირის სხეულში. მართალი უნდა იყოს სცენაზე. მადლიერი ვარ უფლის, რომ ყველაზე სუფთა ადამიანებთან, ბავშვებთან მიწევს ურთიერთობა და ისინი იმ ყველაზე დიდი საკვებით მკვებავენ და იმ ყველაზე დიდი საზრდოთი მასაზრდოვებენ, რასაც ადამიანური ურთიერთობები ქვია, სიყვარული, ურთიერთგაცვლა მეგობრობის და ძლიერი ჯაჭვი, რაც ზოგადად ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, სიყვარული. მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ვიპოვე ჩემი თავი ამ სფეროში და ისევ ვგრძნობ თავს, როგორც წყალში თევზი. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის.
მადლობას